Გავიმარჯოს. ეს არის ზღვაში დავარგებული ჩვენი პირველი შედევრი. ასე ვთქვათ, ახალი ისტორია ქართულ მეღვინეობაში. წყალქვეშა მარანში არის პრაქტიკულად კოლექცია და ეს კოლექცია მოგვეწოდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მცირე მარნებიდან. იქ არის გორული მწვანე, საფერავი, გაწითელი, უსახელოურიც არის და ველოდებით ახლა რომ ამოვიღოთ ეს ჩვენი მარანი და გავაკეთოთ და მოვაწყოთ სერიოზული დეგუსტაციები. საოცრად განსხვავებული არის, იმიტომ რომ ჩვენ შენახული გვაქვს ის ღვინო, რომელსაც ჩავასხავდით მანამდე და 10 თვეში მიღებული ეფექტი დიამეტრალურ განსხვავებას იძლევა. ეს არის თიხა, რომელიც რამოდენიმე ატმოსფეროს უძლებს და არ ატარებს ზღვის წყალს შიგნით. და რაც თავარია, მისი სისქე, კედლის სისქე არის დაახლოებით ისეთი, როგორც მინის ბოთლის სისქე არის. და საბოლოო შედეგი მივიღეთ. თავდაპირველი სახე აქვს ესეთი, როდესაც ჩავდებთ, შემდეგ იმოსება გარედან აი ასეთი ზღვის ორგანიზმები აკეთებენ თავიანთ კიროვან სახლებს ჭურჭელზე და შემდეგ ვიზუალური ეფექტი აქვს ესეთი. ჩვენ ორი ეფექტი უნდა მივიღოთ. ერთი რომ დაძველდეს, შესაბამისად სიღრმეებინა, იმიტომ ტემპერატურა ყველგან ერთნაირი არ არის ზღვაში, ეს უნდა იცოდეს მეღვინე და მეორე საკითხი არის ნიჟარების მოდება და ნიჟარების მოდებას ყველგან ისე ადვილად არ ხდება რა. თუ იმას ეგონება რომ ზღვაში ნებისმიერ სიღრმეში ჩადებს და იქ იმ ეფექტს მიიღებს, ეს დიდი შეცდომა ექნება. ამიტომ ადგილის შეცვლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაში სწორი ადგილის შერჩევას. აიუში არ არის შავი ზღვაში და ეს ბუნებრივი პირობები არ აქვს წითელ ზღვაში და კარიბის ზღვაშია, მაგრამ მეღვინეობაში ხო შავი ზღვა. ფაქტურად ყველანაირი ბუნებრივი დადებითი პარამეტრები გააჩნია. აი შავი ზღვის მეღვინეობაში ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანოს საქართველოს ბიუჯეტის შევსებაში. სახელმწიფო დაინტერესდება და გამოვიყოთ ჩვენ სადღაც 5 ჰექტარამდე ტერიტორიაში, ჩვენ დავიცავთ კიდევაც, დავაყენებთ ტივტივებს, მივხედავთ კიდევაც და ინვესტორებსაც უფრო ადვილად შემოვიყვანთ ქვეყანაში, რომლებიც ძალიან დიდ თანხებს ჩადებენ.